ცნობილი ასტროლოგი ხათუნა ნოელი ჩვენს პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. ქალბატონ ხათუნა, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე, ვისაუბრეთ როგორი კვირა გველოდებოდა პლანეტების თუ ვარსკვლავები რაც გვამცნობდნენ, როგორი კვირა გველოდება ახლა. ეს კვირა ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე გასული 1-7 დღე. ბევრად უფრო მრავალფეროვანი მოვლენები ჩაენაცვლებიან ერთმანეთს, თუმცა ცუდი და კატასტროფული მინდა დაგამშვიდოთ არაფერი გველის, უბრალოდ მოწყენით ნამდვილად არ მოვიწყენთ. კარგით დავიწყოთ და ისედაც დღეიდან უკვე ძალიან კარგი ასპექტი ჩაერთვება კოსმოსიდან, ეს არის მარსისა და მზის ურთიერთჰარმონიული განლაგება, რომელიც გაატკეცებს ჩვენს აქტივობებს და მათ სხვების თვალში უფრო შესამჩნევს გახდის. ძალიან კარგი პერიოდია, ვინაიდან სწორედ ამ დროს, როგორც წესი, ადამიანები უფროსობისაგან, ან უფროსი ასაკის ადამიანებისაგან შექებას ღებულობენ ხოლმე, პარტნიორებისაგან კი მხარდაჭერას. ვინაიდან ურთიერთგაგება აი ამ დღეების მანძილზე, მომდევნო 10 დღის მანძილზე საკმაოდ მაღალია, ეს დღეები ჯობია რომ ადამიანებმა მოვიყენოთ ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ზემდმული ინსტანციებისათვის მისამართად და ასეთი ტიპის საქმეებისათვის. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი, აი ამ 10 დღიანი ინტერვალში კიდე შიდა პერიოდი იქნება 10 ივლისის ჩათვლით, ვინაიდან ზუსტად ეს ის დღეებია, როდესაც მზეს მithქვამს იუპიტერი არის წარმატებისა და ბედნიერების მომტანი პლანეტა, აი ამ მზეს და იუპიტერს იქნებათ ურთიერთჰარმონიული ასპექტი და რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო წაადგება იმ ყველაფერს, რაც ზევით თქვით. განსაკუთრებული ყურადღება ამ წუთას მინდა მიწის ნიშნებმა მომაპყრონ, ანუ ქალწულებმა, თხის-რქებმა და კუროებმა, ვინაიდან და რადგანაც 9 ივლისს, ანუ შაბათს, მათ ძალიან კარგი შანსები ექნებათ დასახული მიზნების განსახორციელებლად, ვინაიდან და რადგანაც მთვარე და იუპიტერი არის შეერთებაში და აი ეს ზუსტად მიწის ნიშნებს წაადგება ძალიან კარგად და ასე რომ ჯობია რომ აქედანვე დაიწყონ თავიანთი გეგმების დასახვა, რომ 9-ში ხელიდან არ გაუშვან თავიანთი შანსები. არის რა თქმა უნდა ცოტა არასასიამოვნო მხარეებიც ამ კვირაში, ეს არის რომ 6 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით გვექნება ცოტა რთული პერიოდი, რაც გულისხმობს რომ ესე იგი იუპიტერს უკაცრავად პლუტონსა და მზეს აქვს ურთიერთნეგატიური განლაგება და მაგრამ ესეც შეიძლება რომ გამოვიყვენოთ ჩვენთვის სასარგებლოდ, ანუ ტრანსფორმაცია გავუკეთოთ ამ მოვლენას და სხვა არხში გადაუშვათ ეს ნეგატივი. კონკრეტულად რისი გაკეთება არის შესაძლებელი? გეტყვით ახლა, ესე იგი განთავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისაგან, ზედმეტი რაღაცეებისაგან და თუნდაც უსარგებლო და დრომოჭმული ურთიერთობებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკვე იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ დაარტყავს ჩვენს გეგმებს. და იქ მოგვიწევს უკვე არასასურველი ცვლილებების და კორექციების შეტანა. საქმე იმაშია, რომ ყველა ასპექტს აქვს ორი მხარე, შეიძლება ნეგატივის დადებითად გამოყენებაც, ასე მაგალითად ამ კვირაში არის მოსალოდნელი მერკურისა და ურანის დისჰარმონიული ასპექტი და ამან შეიძლება გამოიწვიოს საგზაო შემთხვევების მომატება და ყურადღებით მინდა რომ იყვნენ ჩვენი მსმენელები და ჩვენი მაყურებლები, როგორც მძღოლები, ისე ფეხით მოსიარულეები. შესაძლოა რომ 10-11 ივლისის პერიოდში იქნება ეს და შესაძლოა რომ ასევე წყობრიდან გამოვიდეს ელექტროხელსაწყოები, თუნდაც იგივე მობილურები, სმარტფონები, კომპიუტერები, ხო? და ამიტომ ამისთვის მზად ვიყოთ, მაგრამ ამავე დროულად ეს პერიოდი მოიტანს ორიგინალურ იდეებს და ეს რა თქმა უნდა არც თუ ისე ცუდია. შემდეგ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ამ კვირის მანძილზე გვექნება, ეს არის ვენერასა და ურანის დისჰარმონიული ასპექტი, ასევე დისჰარმონიული, რომელიც სამწუხაროდ ურთიერთობებზე იმუშავებს საკმაოდ არასახარბიელოდ და რა შესაქმე ამ დროს ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე ახალი ურთიერთობის წარმოწყების სურვილი. ვიღაცას შეიძლება თავის შეყვარებულათაც კი იგრძნოს, მაგრამ ვინაიდან ასპექტი არის
დისჰარმონიული, ეს არაფერ კარგს არ მოიტანს, შეიძლება მოიტანოს არსებული ურთიერთობის გაფუჭების შესაძლებლობა და ამიტომ რა თქმა უნდა თუ ურთიერთობას უფრთხილდებით და ძვირფასია ჩვენთვის, მაშინ თავი შევიკავოთ ზედმეტი ფლირტისაგან თუ რაღაცეებისაგან. და ეს განსაკუთრებით რომელიმე ზოდიაქოს ნიშნებს ხო არ ახლა? არა, ეს რაც თქვი ზოგადია, მხოლოდ რაც მიწის ნიშნებისთვის იყო აქტუალური, იმას გაუსვი ხაზი, დანარჩენისთვის უფრო არის ყველა ჩამოთვლილი მოვლენა ზოგადი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ 7 დღის მანძილზე რაც მოხდება, ეს იქნება უკვე ერთი კვირის თავზე 13 ივლისს, როდესაც ვენერა დატოვებს კირჩხების ნიშანს, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ კირჩხებშიაო, ახლა გადადის ლომში და ეს იქნება ძალიან კარგი მათთვის, ვისაც ლომის ნიშანში ყავთ მზე, ანუ ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებისთვისაც და თვითონ ლომისთვისაც, ანუ რვისთვის ლომი, მშვილდოსანი და ვერძი. და ასევე ვინც თავიანთ პირად რუკას იცნობს და იცის, რომ ვენერა ყავს ლომის ნიშანში. მათთვის ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პერიოდი, როგორც რომანტიული, ისე ფინანსური თვალსაზრისით, ვინაიდან ვიცით, რომ ვენერა განაგებს ორივე მხარეს ჩვენს ცხოვრებაში და ასევე ეს იქნება ძალიან კარგი პერიოდი იმ ადამიანებისათვის, რომელიც შემოქმედებითი პროფესიებით არიან დაკავებული, არიან მწერლები, არიან პოეტები, მუსიკოსები და საერთოდ შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც ძალიან ხელსაყრელი პერიოდია, შემოქმედებითი წვის პერიოდი აქვთ და ალბათ უნდა გამოიყენონ ნაყოფიერად. როგორც თქვით, ვენერა განაგებს ჩვენ ფინანსებსაც და ეს საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი იქნება ამ თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, ხო უნდა ვთქვა, რომ ეს იქნება 5 აგვისტოს ჩათვლით ეს პერიოდი და სასიყვარულო ურთიერთობებშიც ძალიან კარგად მოქმედებს. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანებს მომეტებული გზნობა უჩნდებათ და სურვილი, რომ ერთმანეთს რომანტიულ გზნობებში გამოუტყდნენ, მამაკაცებს მიეცემათ საშუალება იყვნენ უფრო გულისხმიერები, ხელგაშლილები, ლომურად, ბატონო ჩემო, თავიანთი ქალბატონების მიმართ, ხოლო ქალბატონებს იკაშკაშონ თავიანთი სილამაზის სხივებში, ვინაიდან ეს მაინც მზის ნიშანია ლომი და აქ ადამიანს აქვს ცოტა არ იყოს ცოტა თეატრალურობისკენ მიდრეკილებაც აი ამ პერიოდში. ანუ ჩვენი აქტიობები ამ მიმართულებით, რომანტიული მიმართულებით მინდა თქვა, ცოტა შეიძლება თეატრალური ელფერით იყოს შეფერილი, თუმცა ეს არაფერი არა. მთავარია რომ გარეგამოვლინებას იმდენ მნიშვნელობა აქვს, მთავარია გულწრფელი იყო ადამიანის შიგნიდან. აი ესეთი იქნება 7 დღე, მომავალი 7 დღე ასტროლოგიური თვალსაზრისით. ქალბატონთა ამ კვირაში კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად თვის მანძილზე ევროპის ჩემპიონატი. აი ამით ანუ ასტროლოგიით თუ შეგვიძლია რომ დავადგინოთ ვინ შეიძლება გახდეს ჩემპიონი. კი. ეს არის შესაძლებელი. სხვა ესე კი რა არის იცით ზოგადად თუ შეიძლება რომ ადამიანის ცხოვრების სეული მოვლენების პროგნოსტიკა გაკეთდეს, რა თქმა უნდა შეიძლება ამა თუ იმ მოვლენის რაღაცა თუ ვიცით რაღაცა დასაწყისი შეგვიძლია მისი შედეგებიც განსაზღვროთ. ასე თუ ისე მიახლოებით მაინც. მით უმეტეს, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება სპორტულ სამყაროში, საერთოდ უცხოეთში ძალიან ბევრი ასტროლოგი არის ამითი დაკავებული, ისინი სერიოზულად მუშაობენ ამაზე და საკმაოდ წარმატებულად აკეთებენ ხოლმე პროგნოზებს. მეც მოვსინჯე, რა თქმა უნდა. მოვსინჯე, სხვათა იყო 2 წლის წინ რომ გახდა ჩემპიონატი, მაშინაც გავაკეთე რუკა და ვივარაუდე მაშინ რომ გერმანია გაიმარჯვებს, თქოს ჩუმად ჩემთვის. დიდი ხაზი არ გამისვია და მაგრამ რა თქმა უნდა გაიმარჯვა და ძალიან გამეხარდა. წლევანდელი რუკა თითქმის იდენტურია
2 წლის წინანდელის. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ წელსაც შესაძლოა გერმანია გაიმარჯვებს და რა ვიცი, აბა მომავალი გვიჩვენებს რამდენად სწორი. გერმანია მე მგონი ისე თამაშობს, რომ ძალიან დიდი შანსია. ხო, იმედი მაქვს, რომ ჩემი პროგნოზი ამ შემთხვევაშიც გამართლდება ისევე, როგორც 2 წლის წინანდელი. რუკები ძალიან გვანან ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ წარმატებას აჩვენებს სპორტულ პროგნოზებს, როცა ვაკეთებთ, წარმატებას აჩვენებს მეათე სახლი, რომელიც ზენიტს წარმოადგენს. აი ამ ზენიტის სახლში ამჟამად არის განლაგებული იუპიტერი და ეს ხდება ქალწულის ნიშანში. და რატომ გერმანია, ხო? იმიტომ რომ ქალწულის ნიშნით იმართება გერმანია და იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და მით უმეტეს ახლა დარჩნენ, ქალწულის ნიშანი მხოლოდ გერმანიას აქვს. ნახოთ, ძალიან საინტერესოა. გერმანია თუ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, მე პრე ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი დასტური იქნება იმის, რომ ასტროლოგიით შეგვიძლია ყველაფრის ვარაუდი. კი, ნამდვილად ასტროლოგია მუშაობს და ამიტომ კარგი იქნება თუ დაუკვირდებით და სხვა შორის მე თუ მკითხავი, ძალიან დიდი ის არის ხო, შანსი არა და პერიოდი, როცა ტოტალიზატორები აგებენ და ადამიანები ნუ აი ამის გამო იტანჯებიან და შემდეგ ვიცით რა მოყვება ამ ყველაფერს. კარგი იქნება ალბათ ასეთმა ადამიანებმა მინიმუმ ასტროლოგს მაინც რომ მიმართვან, ხო? მომართავთ თათა და სხვათა შორის მე თავს ვარიდებ ხოლმე პასუხის გაცემისაგან, იმიტომ რომ დამოკიდებულები ხდებიან მე და არ მინდა რომ ნეგატივის გავრცელება შეუწყოს შემასაქმეებმა. ჩვენ ძალიან საინტერესო თემებით რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. თქვენ უყურებთ სტარვიზიას და უსმენთ რადიო სტარ FM-ს. ახლა 21 საათი და 30 წუთია. ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ თქვენ ყველა მთავარი მოვლენის შესახებ ოპერატიულად გაცნობოთ. ყოველ დღე სტარვიზიის ჟურნალისტები თქვენთვის ამზადებენ ახალი ამბების დაიჯესტს კვირის ყველაზე აქტუალურ თემებზე. კულტურა. ვამაყობთ იმით, რასაც ვაკეთებთ. სპორტი. თუ გავახალოთ ჩვენი ქვეყანა და იმედია რომ ამას შევძლოთ. ეკონომიკა. რთულად წარმოსადგენია რომ ამ ხელისუფლებამ რაღაცა რადიკალურად შეცვალა საქართველოს ეკონომიკაში. პოლიტიკა. დაუშვებელია რომ სადმე რაღაც კორუფციული ეჭვიც კი გაჩნდეს ამ სისტემაში. ექსკლუზიური ინტერვიუ. არსებობს ასოცირების ხელშეკრულება, რომლის შესრულება საქართველოს ძალიან ახლოს მიიყვანს ევროკავშირთან. ხოლო და ავტორიტეტული სტუმრები. უსაფრთხოება დაკავშირებულია ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ეთერს ვუთმობთ ყველა მოსაზრებასა და პოზიციას. საქართველოს მოსახლეობას უფრო უჭირს ვიდრე უჭირდა ადრე. უკვე 2000 წლის აგვისტოს შემდეგ უკვე ამ ერთ უბედურებას დაემატა მეორე უბედურება. ხელისუფლების სივრცეში დაბრუნებას აღნიშნავს მამგვარი ვიზების განმარტება. პოლიტიკოსები. ექსპერტები. უნდა ცოტა მეტი ვიფიქროთ და საბოლოოდ რაღაცა ესეთ მივიღოთ. ჟურნალისტები. საზოგადოების წარმომადგენლები. რეპორტაჟები მოვლენის ადგილიდან, მხოლოდ გადამოწმებული ფაქტები. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ სტარ FM-ზე. ყოველ დღე 21 საათსა და 30 წუთზე. Talk-show აქტუალური თემა. მედია პლატფორმა სტარვიზია ახლა უკვე ხელმისაწვდომია თქვენს მობილურ მოწყობილობებშიც. ჩამოტვირთეთ სტარვიზიის აპლიკაცია თქვენს მობილურში და აირჩიეთ ის, რაც მოსახერხებელია თქვენთვის ამ მომენტში. უყუროთ სტარვიზიას, უსმინოთ სტარ FM-ს, თუ წაიკითხოთ Newsday-ში. სტარვიზია. უყურეთ, უსმინეთ, წაიკითხეთ. ახლა უკვე თქვენს მობილურ მოწყობილობებშიც.
მოდით კლუბ პირდაპირ ეთერში ასტროლოგი ხათუნა ნოელი, რომელიც ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობს. ჩვენ როგორც გავიგეთ, შესაძლოა ასტროლოგიური თვალსაზრისით თუ ვიმშელებთ, გერმანია გახდეს ჩემპიონი, ასე რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებაზე. ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ ასტროლოგია მუშაობს. ასევე ქალბატონ ხათუნა ძალიან მნიშვნელოვანია ბოლოდროინდელი მოვლენები, როგორც ვითარდება. ასტროლოგიით თუ შეგვიძლია იმის დადგენა, ადამიანი არის თუ არა დამნაშავე. იცით, კი, ამის გაკეთება შესაძლებელია. ადამიანის რუკაში ჩანს ხოლმე აქვს თუ არა მას კრიმინალისაკენ მიდრეკილება. რუკაში ჩანს შეიძლება მოხვდეს თუ არა ადამიანი ციხეში. ერთია რომ კრიმინალისკენ მოგქონდეს მიდრეკილება, მეორე არის ჩაიდინოს და მესამე კიდევ დაგიჭერენ თუ არა ამის გამო. აი ეს ყველაფერი ჩანს რუკაში. პირად რუკაზე ვსაუბრობ. და ძალიან ანუ რაღაცნაირად როგორც ყოველთვის ერთ მოსაზრებაზე ქვეყანა იყოფა ორ ნაწილად, ხო? კი, ან არა, ვიღაცა ბრალსდებს, ვიღაცა არტებს, ეს ყოველთვის ესეა. ბოლოს საქმე მაგდა პაპიძის საქმეს რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც არის აზრი მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა რომ არის დამნაშავე და მეც მგონია რომ არის დამნაშავე, აზრები იყოფა ორად. ასტროლოგიას თუ შეუძლია ამაზე რამის თქმა. საქმე რაშია? ნუ გეთანხმებით, განაჩენი გამოტანილია, თანაც გამამტყუნებელი, მაგრამ საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად, ზოგს მიაჩნია რომ დააშავეს იმათ, ვინც ბრალი დასდეს, ზოგს მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო ამ ქალბატონის ბედი. რა თქმა უნდა, მეც დავინტერესდი, ჩავეხედე მის კოსმოგრამაში და რაც შემეძლო გავაკეთე საქმე. კოსმოგრამა რა არის? თუ გნებავთ ამაზე მოგვიანებით გითხრათ, მაგრამ უნდა გაგვიმარტოთ აუცილებლად. ხო, აი, კი, რა თქმა უნდა, საქმე იმაშია, რომ კოსმოგრამა და ჰოროსკოპი ერთმანეთისაგან განსხვავდება. ვინც ასტროლოგიაში ცოტა მცირედ არის ჩახედული, ეს ჩვენ მსმენელს ეწოდინება, მაგრამ ვინც არა, იმათთვის განმარტება მივცეთ. ჰოროსკოპი ეს არის იგება რუკა მაშინ, როდესაც ვიცით ზუსტი დრო დაბადების. როდესაც არ ვიცით დაბადების დრო, მაშინ ვამბობთ, რომ ვაგებთ კოსმოგრამას, ვინაიდან და რადგანაც აქ ასტროლოგიური სახლების ბადე არ არის. არის მხოლოდ ნიშნები და პლანეტები. სახლები აღარ არის. არა და ეს სახლები განსაზღვრავენ ჩვენი ქმედების სფეროებს. მაგალითად, მე შეიძლება ვიყო ზარმაცი სახლში, მაგრამ აქტიური სამსახურში. და აი ამას აჩვენებს ის სახლები, რომლებშიც ხდება ესა თუ ის პლანეტები. როდესაც არა გვაქვს ჰოროსკოპი და გვაქვს კოსმოგრამა, ძალიან ძნელი სათქმელია ადამიანი სად რომელ სფეროში გამოიჩენს იმ თვისებას, რომელსაც ეს კოსმოგრამა აჩვენებს. მიმეხვდი? ხო. საერთოდ კვლევებით როგორც ირკვევა, პირველ ყოვლისა სერიოზული მკვლელების რუკებს, როდესაც შეისწავლიან ასტროლოგები, იქ პირველ ყოვლისა უყურებენ მარსს. რატომ? იმიტომ რომ მარსი არის ჩვენი აგრესიის გამომხატველი პლანეტა, ხო? ასევე ჩვენი აქტიობების გამომხატველი პლანეტა. უცნაურია ის, რომ ამ ქალის რუკაში მარსი არის სრულად უასპექტო. რაც თითქოს იმას უნდა აჩვენებდეს, რომ ამ ადამიანს ცოტა არ იყოს უასპექტორას ნიშნავს სხვა პლანეტებთან არ აქვს კავშირი. მარტივად ცალკე მდგომია. რაც იმას უნდა აჩვენებდეს თითქოს, რომ ამ ქალბატონს გადაწყვეტილების მიღება უნდა უჭირდეს, რამე კონკრეტული შეიძლება რაღაცა აზრი მოუმწიფდეს თავში, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების ნაბიჯის გადადგმა, აქტიობის გაკეთება მისთვის იქნებოდა საკმაოდ პრობლემური. მაგრამ მეორეს მხრივ მარტო მარსი არ არის რუკაში და არის აქ ლილიტი, რომელიც არაერთხელ გვიხსენებია ჩვენ სხვადასხვა ჩვენს გადაცემებში, დიახ, ხო? და ეს ლილიტი არის შეერთებული ასევე ძალიან ნეგატიურ პლანეტასთან, პლუტონთან. და ნუ ვამბობთ, რომ როდესაც ეს ორი სხეული იყრის ერთად თავს, საკმაოდ ცუდი რაღაცების მოტანა შეუძლია, მათ შორის აგრესიისად, მათ შორის გაუწონასწორებელი, იმიტომ რომ ლილიტი არ არის გაწონასწორებული ქმედებები. გაუწონასწორებელი აგრესიისად და უგეგმავი აგრესიისად, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა არ ვიცით სახლები და ეს არის მხოლოდ კოსმოგრამა, ცოტა ძნელია რომ კონკრეტულად ითქვას აქა. იმიტომ რომ ასეთი შეერთება
იმ წელიწად 1990 წელს ყოფილა ეს კარი დაბადებული. იმ წელიწად ხელი თვენახევრის მანძილზე გრძელდებოდა და ხა თვენახევრის მანძილზე დაბადებული ადამიანები ყველანი იყურელებათ რომ გამოვაცხადო ახლა მე ალბათ ჩამქოლავენ ხო? მე 90-იანი ხელი ვარ და იმითი ამჟამად მორიელში იმყოფება, ასე რომ მიფრთხილ. ხო, მაგდა პაპიცის რუკაშიც რა თქმა უნდა ლილიტი მორიელშია და საკმაოდ არა სახარბიელო რაღაცებს ვაბრალებთ თუ ნამდვილად აქვს ამ ლილის აქვს. და კიდევ იყო საუბარი ამ ქალის ფსიქიკაზე. რა თქმა უნდა, ფსიქიკა რუკიდან გამომდინარე საკმაოდ დაზიანებული ჩანს, ვინაიდან ფსიქიკას განაგებს მთვარე და მთვარეს აქვს ძალიან ბევრი ნეგატიური ასპექტი მაგდას რუკაში. მაგრამ ისევ და ისევ ის არის შერაცხადი როგორც ამ. ხო, შერაცხადია, უბრალოდ ეს არ განაპირობებს, ანუ არ წინააღმდეგობა. ესა ხო, ესე იგი იმისი თქმა რომ ეს ქალი შეურაცხადია რუკიდან არ შეიძლება, რუკიდან კი არა უკაცრავად კოსმოგრამიდან არ შეიძლება, მაგრამ რომ ფსიქიკა საკმაოდ შერყეული აქვს, უნდა ჰქონდეს წესით და კანონით, იქიდან გამომდინარე რომ თვარის ძალიან ბევრი ნეგატიური ასპექტი აქვს, ეს ცალსახაა. თუმცა ცალსახად ეს ქალი მკვლელია თუ არა, მე ვერ ვიტყვი. იქიდან გამომდინარე რომ არ მაქვს დაბადების ზუსტი დრო. გასაგები, ანუ თქვა რომ მქონდეს დაბადების ზუსტი დრო, რუკა ამას იტყოდა, იქნებოდა თუ არა მკვლელი. და ხომ არ ფიქრობთ ხალხთან, რომ კარგი იქნებოდა ამ 7 თვიანი გამოძიების პროცესში ასტროლოგებსაც მიიღოთ მონაწილეობა? მე კი ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა და საერთოდ ასტროლოგების მონაწილეობა არა მხოლოდ გამოძიებაში, არამედ ბევრ სხვა საქმეებში შეიძლება მაღალშედეგიანი ყოფილიყო, მაგრამ და რატომ არ ხდება, ანუ ალბათ უფრო წმენდან გამომდინარე, საზოგადოების აზრიდან გამომდინარე. საზოგადოების აზრიდან კი არა, მოდი ისე დავიწყოთ ეს ცოტა შორეული წარსულიდან მოდის. იქიდან გამომდინარე, რომ ასტროლოგიას აღარ თვლიან მეცნიერების ნაწილად. ხო, ამწუხარად. აღარ გვიწევენ ასტროლოგებს. და ისე ყოფილა პრეცედენტები, როდესაც ასტროლოგი მიუწევიათ გამოძიების კუთხით დასჭირვებიათ, ან შეგნებულად მიუყვანიათ და დახმარებია ასტროლოგია გამოძიებელს. ყოფილა საკმაოდ სერიოზული საქმეები გახსნილა ასტროლოგიის დახმარებით. მე გეტყვით ფაქტს, რომელიც ისტორიულად ცნობილია, ეს მოხდა მე-17 საუკუნეში, ცოტა შოური წარსულია, მაგრამ თუმცა მაშინ ასტროლოგიას კიდევ უფრო მეტად ეყრდნობოდნენ და სხვათა შორის ებრძოდნენ კიდევაც, როცა ქონდათ ამისი სურვილი, პარალელურად ებრძოდნენ და პარალელურად იყენებდნენ. ხო, თან იყენებდნენ. ესე იგი, მე-17 საუკუნის მიწურულს სასამართლოში ირჩეოდა საქმე ვინმე მადამ ტოფანას ბრალეულობის შესახებ. მას ბრალდებოდა იტალიის ორ ქალაქში, ნეაპოლსა და პალერმოში ათეულობით ადამიანის მოწამვლაში ედებოდა ამ ქალს ბრალი. უпростоრედ მას კი არა, ეს ქალი იყო პარფიუმერი, ყიდიდა სითხეს, რომელსაც თავის სახელს უწოდებდა აკვა, ის რა ქვიან, აკვა ტოფანა. საკუთარ ლამაზ ფლაკონებში იყო ეს სითხე ჩამოსხმული, ზედ წმინდანის გამოსახულება იყო და ყიდულობდნენ ძირითადად ახალგაზრდა ქალბატონები. მაგრამ არა როგორც პარფიუმერულ საშუალებას, როგორც აღმოჩნდა, არამედ როგორც შხამს. ეს იყო უფერული და უსუნო სითხე. თურმე შეიცავდა დარიშხანს, რაც შემდგომში გამოარკვია ავსტრიის მეფის კარლ მე-6-ის კარის მედიკოსმა და ეს ქალები იყენებდნენ ამ საწამლავს, რომ თავიდან მოეშორებინათ სხვადასხვა მიზეზებით უკვე მოძულებული ქმრები ან გასაგებია და ასტროლოგიამ დაადგინა, რომ იყო თუ არა დამნაშავე ძალიან ცოტა დრო ვრჩება და დაადგინა, იმიტომ რომ სასამართლო შევიდა ჩიხში, მოიწვიეს ასტროლოგი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ამ ქალის რუკაში იყო კონკრეტული შეერთება უძრავ ვარსკვლავთან, აკრაფთან, რომელიც ითვლებოდა მომწამლელების ასპექტად. გასაგებია, ძალიან მნიშვნელოვანი თემები ხათუნა ნოელი ჩვენი სტუმარი, ჩვენ მომდევნო ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს.